კაი, ხო, ну აგერ ვაკეთებთ ახლა ამ ექსპერიმენტს, რა ვიცი. აგერ არის ჩემი ხმა, შეგიძლიათ მოისმინოთ, შეგიძლიათ შეადაროთ. რასაც ვადარებთ, იმ მასალასთან შედარებით, მე მგონი არაპროფესიონალის მიხვდება, რომ ის ჩემი ხმა არ არის. არ არის არ ჩემი სიტყვები, არ ჩემი ვორდინგი, საერთოდ გერაც არ არის მან ჩემი. რა ვიცი, ვაკეთებ. მოვიდი ყვებით, გეუბნებით, დანარჩენი ნახოთ. რა ვილაპარაკო კიდე რა ვიცი. ბიოგრაფიას რა მომაყოლებს ახლა შენ შემოგვივლე, ბიოგრაფია და რაღაც. აღარც მახსოვს ჩემი ბიოგრაფია. რა ვილაპარაკეთ ხამეზე, რაზე ვილაპარაკო, რაზე ვილაპარაკო, რაზე არ მინდა მაგის მოყოლა, სად დავიბადე, სუგდიში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ მე უფრო იმაზე გეტყვით, რომ ცუდად არის ახლა ქვეყანაში მდგომარეობა. და გვინდა რომ უკეთესი იყოს ყველას, თქვენც, მეც. გვინდა რომ ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრობდეთ საბოლოოდ. რაღაცნაირად უნდა დადგეს ეგ მომენტი და უნდა შევქმნათ ისეთი თავისუფალი ქვეყანა, როგორიც აქვს სხვებს. ну გემრიელად ვიცხოვროთ ყველამ. არ იყოს ისეთი დაძაბული ატმოსფერო, როგორიც აი ამ დღეისთვის აქვს, რა ვიცი, ყველას მთელი ქვეყანა რაღაც შარშია, ყველა დაძაბულია და აი გვინდა თავისუფალი ნორმალური ქვეყანა. კიდე რაზე ვილაპარაკო, აბა რა გითხე, წიგნები, რა წიგნებზე გელაპარაკო, წიგნები იმდენი მაქვს საკითხული, რა ვიცი, აი რაზე მოგიყვით რა. არის ერთ საინტერესო წიგნი H22. H22 ქვია, ამერიკული ავტორის არის, ავტორი არ მახსოვს, მაგრამ არის ძალიან კაი სიუჟეტი. დაახლოებით ის, რაც დღეს ახლა ხდება ქვეყანაში. ოღონდ არის ფსიქოლოგიური ტრილერი და წიგნი ეხება ერთ ამერიკელ სამხედროს, რომელიც ბაზირებულია იტალიაში, მფრინავია და რაღაც სახით მონაწილეობს ამ ოპერაციებში და ერთ მომენტში შეიპყროს დიდი შიში და გადაწყვეტს, რომ ეს ფრენა უკვე საომარი ფრენები მისი არ არის. დაიწყებს საბუთების კექვას, როგორ დაიძვრინოს თავი ამ სიტუაციიდან და აღმოაჩენს ამ ნორმატივებში, რომ თურმე თუ პილოტი ავად ხდება, ექიმს აქვს უფლება, რომ გაანთავისუფლოს ამ ავადმყოფობის საფუძველზე. ამ ჯამთელი კაცია, მაგრამ იტყვის, რომ გავგიჟდიო და მიადგება ექიმს და ეტყვის, რომ ძალიან ნორმალური ექიმია ეგეც და ეტყვის, რომ აი მეგობარო, გავგიჟდი და ჩემი გაფრენა კატეგორიულად არ შეიძლება და იქნებ გამანთავისუფლო. ამ დროს ექიმს თავისი ინსტრუქციები აქვს. და ისიც ჩაიხედავს თავის ინსტრუქციებში და ის აღმოაჩენს, რომ პაციენტი, რომელიც იბრალებს, რომ გიჟი ვარო, ის არ უნდა განთავისუფლდეს, იმიტომ რომ გიჟი ვერ მიხვდებოდა, რომ გიჟია. გაიჭერდნენ ორივე ვითარებაში და არც ერთ მარიცის რაქნას. ამას თავისი ნორმატივებით ეკუთვნის განთავისუფლება, იმიტომ რომ გიჟობას იგონებს, ექიმს თავის ნორმატივებით არ აქვს უფლება, რომ გაანთავისუფლოს, იმიტომ რომ თუ გიჟობას იბრალებს, აი ეგეთი ჩაკეტილი წრეა, რომელთაც გამოსავალი არ ჩანს. ნიშნულობა არ აქვს იმის დოკუმენტებში რა წერია, მნიშვნელობა არ აქვს იმის დოკუმენტებში არ წერია. დგანან ესე და ერთმანეთს ელაპარაკებიან გამოსავალზე და არ ჩანს, ვერ პოულობენ გამოსავალს, იმიტომ რომ იქ რაც მათ ხელში უჭერთ, იმაში გამოსავალი არ არის. კიდე რამე წიგნზე მოგიყვე? ქართული ლიტერატურა. ქართული ლიტერატურიდან აი ჩვეულებრივი ფანი ვარ დიდოსტატის მარჯვენის. აი ყოველ წელს ვკითხულობ, რასაც არ უნდა ვკითხულობდი, მაგ წიგნს ერთხელ მაინც. ერთხელ არ არსებობს, რომ წელიწადი მე დიდოსტატი არ წავიკითხო ხელახლა. და აი რა ვიცი, რამდენი წლის ვარ, მარტო იმდენჯერ კი არ მაქვს საკითხული, ზოგიერთ წელიწადში კიდე უფრო მეჯერ, რა ვიცი, რა ჯერი მჭირს, მაგ წიგნს ვკითხულობ, აი მუდმივად, მთელი ცხოვრება და ვაპირებ კიდე წავიკითხო ლიტერატურა ქართული, ხო? აი ძალიან საინტერესოა, მომწონს მიხეილ ჯავახიშვილი მაგალითად ძალიან მომწონს, იმიტომ რომ ძალიან რეალისტური რაღაცეებია. და ისეთივეა მაგას გავს ლეო ქიაჩელის, აი მაინც სხვა, ესენი არის ქართველი მწერლები, რომლებიც ჩემს ესე ვთქვათ სიმპათიას იმსახურებენ განსაკუთრებით. დიდოსტატის მარჯვენა, რა ვიცი, მომწონს ეგ ნაწარმოები მომწონს არანორმალურად. მომწონს სიტყვები, ის სიტყვათა წყობა, როგორცაც იყენებს ავტორი, ფერები, აი ეს ყველაფერი სასწაული, არც ეც არა აქვს ეგეთი ენა. ქართულ ლიტერატურაში არც ერთ სიუჟეტიც მშვენიერია, ბრწყინვალეა სიუჟეტიც, მაგრამ ნუ აი პროს უბრალოდ აი ეს მხატვრული ღირებულება აქვს რაღაც არანორმალური რა, აი ყველა ეპიზოდი ვიცი, ყველაფერი თითქმის ვიცი რა, მელქიზედეკ კათოლიკოსმა რამდენი ის შეჭამა ლიფსიტი ეგეც, მაგრამ არ მეზარება სულ კითხულობ, იმიტომ რომ რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო ის არის. სხვადასხვა ამას წინებზე წავიკითხე ილია ჭავჭავაძის წერილები, ეგეც რამდენჯერ მექნება საკითხული, მაგრამ აი გირჩევთ წაიკითხოთ. მე-19 საუკუნის ბოლოს სიტყვაზე დაწერილი რაღაც ახალწლო ან რომელიმე წერილი, უბრალოდ წელი ზემოთ შეცვალეთ, მეტი არაფერი განსხვავება არ არის. აბსოლუტურად არაფერი იმ ეპოქიდან არ შეცვლილა სადარდებელში, საზრუნავში და პრობლემაში. არის ერთი
ძალიან მაგარი წერილი განათლებაზე და იქ აქვს არანორმალურად საინტერესო შედარება აქ მცხოვრებ გერმანელებსა და ქართველებს შორის, რომლები რამხელა ინვესტიციებს ახორციელებენ საკუთარი შვილების სწავლა-განათლებაში. ნუ არ ვიცი. ეგ ხო, მაგრამ ზოგადად ეგ წერილები, ილია ჭავჭავაძის წერილები, ნუ რაღაცა გეგონება რომ ეხლა არის დაწერილი. ხო, რადგან ილია ჭავჭავაძე, მოდი აი სიტყვაზე არ მოვჭით? ცოტაც. ილია ჭავჭავაძე მაგალითად მგზავრის წერილები. ნუ აი ყველას გონია რომ უმრავლესობას გონია რომ მგზავრის წერილების მთავარი პასაჟი და ეგ საერთოდ დაწერილია ლევ დღუნიას და იმ დიალოგის გამო. ნუ არა, აი გითხრა სხვანაირად და ნახავთ რომ ეგ შეიძლება არ იყოს მან მთავარი. აი ქართულ მწერლებზე რა გითხრათ? აი ესე გადახტომით, აი თუ რამე გაგახსენდებათ, გამახსენეთ და გეტყვით მას თუ მოვჭით უკვე. მადლობა საკმაოდ.